არის მანქანები, რომლებიც გადაადგილებისთვის იქნება და არის მანქანები, რომლებიც თავგადასავლებისთვის. დღეს თქვენს წინაშეა ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პარადოქსი. ეს არის Suzuki Jimny. უცნაური პარადოქსი ალბათ მისი ზომებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ის ძალიან პატარაა, მაგრამ ზომას ხშირად შეცდომაში შევყავართ ხოლმე. მას შეუძლია ისეთ რთულ რელიეფზე თავისუფლად სიარული, როგორც ალბათ მასზე უფრო დიდი და მძლავრი SUV-ები ვერც კი იოცნებებენ. Jimny პირველად 1970 წელს გამოჩნდა. მაშინ ის იყო პატარა თითქმის მინიმალისტური ოფროუდერი, შექმნილი იაპონიის მთიანი გზებისთვის. წლების განმავლობაში მანქანა იცვლებოდა, მაგრამ ერთი რამ რაც არასდროს შეცვლა, მისი იდეა. ეს უნდა ყოფილიყო პატარა, სუბუქი და მაღალი გამოვლობის მანქანა, რომელიც ნებისმიერ გზას გაუძლებდა. 2018 წელს კი გამოვიდა სრულიად ახალი, მეოთხე თაობა და სწორედ ეს მანქანაა დღეს თქვენს წინაშე. ახალი Jimny-ის დიზაინი თითქოს 80-იანი წლებიდან არის გადმოსული. სწორი ფორმები, მრგვალი ფარები, მოკლე კორპუსი, მას ბევრი mini Mercedes G-კლასსაც კი ეძახის ხოლმე, მაგრამ რეალურად რომ შევადაროთ, ის G-კლასზე ბევრად უფრო პრაქტიკული და მარტივი ავტომობილია. Jimny აღჭურვილია 1.5 ლიტრიანი ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 102 ცხენის ძალას და 130 მაბრუნ მომენტს. ციფრები შეიძლება დიდ შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს, მაგრამ ამ მანქანის მთავარი ძალა არა ციფრებში, არამედ მის კონსტრუქციაშია. Jimny კვლავ იყენებს ნამდვილ მაღალი გამოვლობის მანქანის არქიტექტურას, ანუ იგივე კონსტრუქციას, რაც ბევრად დიდ ოფროუდერებს აქვთ. როგორიც არის მაგალითად Toyota Land Cruiser Prado ან Nissan Patrol. და მაინც, რატომ არის Jimny off-road-ში ასეთი კარგი? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ მისი მოკლე ბაზა. ასევე წინა და უკანა საბურავებს შორის დაშორება არის 2250 მმ. და მთავარი, წინა საბურავს და წინა ბამპერს შორის იკვრება 37 გრადუსიანი კუთხე, ხოლო უკანა საბურავს და უკანა ბამპერს შორის იკვრება 59 გრადუსიანი კუთხე. ეს რას ნიშნავს, რომ თითქმის შეუძლებელია ის მიწა შეეხოს. Jimny-ის გარშემო მთელი კულტურა ჩამოყალიბდა. Off-road-ის მოყვარულები ხშირად აყენებენ lift kit-ებს, დიდ საბურავებს. ზოგი Jimny 35 ინჩიან საბურავებზეც კი დადის. ჩვენ ახლა ველოდებით დანოს, რომელსაც უთხარესით რაღაცა, რომ ძალიან საინტერესო ავტომობილი მომყავს თქო და ეს არის off-road-ის ლეგენდა თქო და რამე საინტერესო მანქანა შენ წამოიყვანე თქო და პატარა ტესტი ჩაუტაროთ ამ მანქანებს თქო და საინტერესოა რითი მოვა. ჯერ არ ვიცი ოღონდ. რაღაცა ხმები ისმის. არა. არა, ნორმალური. ეს რა მოიყვანე? ჩავაქრობ, თორე ძალიან ისეთი ხმა აქვს რა. მე რო გელაპარაკე, ხო გითხარი რომ პატარა Jimny-ს ვიქნები თქო. როგორ ახლა? კარგად, შენ? მოგწონს? მე კი მომწონს, მაგრამ ამ მანქანის ხელა უყენია ერთი საბურავი. Jimny მე ძალიან მიყვარს. ძალიან ლეგენდარული ავტომობილია. რატო გამწირე, ვითხარი? შენ რამდენად მზად ხარ ჩელენჯისთვის? ცოტა გეგმები შეგვეთვალა. რატო? იმიტომ რომ თლად ისეთ უხეშ off-road-ში ამ მანქანის გაყვანა არ შემიძლია. რატო არ შეგიძლია? სადაზღვევო პირობებიდან გამომდინარე. რამე ხო, სტანდარტული სიტუაცია. სტანდარტული სიტუაცია, თუ რამე ავტომობილს მოვა, შეგვიძლია BMW ავტო მერე შევისყიდოთ ეს ავტომობილი. ეს ავტომობილი მე გამომატარა ჩემმა მეგობარმა გუგამ, ხო და ესეთი რაღაც მითხრა, რომ რავი, თუ სადმე რამე აღმართზე ვერ ახვალ და გაგიჭირდებაო, პროსტა მითხარიო, სად იქნებაო ეგ ადგილიო, რომ მე მემივიდე და ვწადო. რავი, იმდენ ადგილას ვიყავი უკვე, სანამ მოვიდოდი, ცოტა ვიკატავე. ძალიან ჩვეულებრივად ყველაფერს აკეთებს რა. ესე იგი გამოდის, რომ დღეს შენ მე აქ ტყუილად მომიყვანე. იმიტომ რომ off-road-ში ვერ მეჯიბრები. სხვა რაღაც ჩელენჯი რო შემოგთავაზო, აზრი არ აქვს საერთოდ. ვერ გავკაცრავ. ვერ გაკაცრავ. კი ბატონო.
საბურავების გატალახიანების უფლება მაინც თუ გაქვს. ნუ გაურეცხავთ ბოლოს. და მანქანა რო გატალახიანდეს? გაურეცხავთ. ოღონდ არ უნდა დავკაცროთ. ისეთ ადგილში რო გავიაროთ თუ არ დავკაცრო. ეგ შეგვიძლია. კაი, მოდი მაშინ მითხარი რა პლუსი აქვს ამ ავტომობილს? გაქვს სადღაც, რავი, 100 რაღაცა ცხენიზა, 120-იც არა. სამაგეროდ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ოფროუდერია თავის კლასში, ძალიან სიმპათიური ავტომობილია. ბიჭო, სიმპათიური მეც ვარ, მაგრამ ეხა რა შემიძლია და როგორ შევიძლია ეგ სხვა თემა. ვიდეოებს განახებ. რის ვიდეოებს ვანახებ? ანუ რა შეუძლია Suzuki Jimny-ს, ხო? ანუ შემიძლია ეს ვიდეო საყურებლად აქ ამომიყვანე? აი ხა ნახე, აი რა მაგრა გადადის აქ. ქარხნული ავტომობილი. ანუ ეს კი კარგი, მაგრამ რეალურად ამასთან რა შუაში არის მაშინ ეგ მითხარი? ეს რატომ მომაკვდა? ანუ ეს რომ სუბუქია და რაღაცა შეიძლება ბევრად უკეთესად გაიაროს ისეთ ადგილში, სადაც ეს ვერ გაივლეს. ან ჩარჩება. კარგად იყავი, წავედი მე რა. მოიცა კაცო საწახვედი, მოიცა. ანუ მეჯიბრები თუ არ მეჯიბრები ბოლოს? თეორიულად კი, პრაქტიკულად ვერა. დატოვე და წამოდი, ნამდვილი მანქანა გაჩვენო, როგორი არის. მისმინე? ხო, ისიც ხო არ გითხრეს, შიგნით არ ჭამო. ხო, ეგეც არის. მოდი, გინდა ერთ ჩელენჯ შემოგთავაზებ. რა ჩელენჯი? ერთმანე ჩავაბად და რომელი გაკაჩავს. როცა გზაზე გავდივართ, ვერ იტყვი რომ ხმის იზოლაცია რაღაცა კარგია, ან იდეალური აქვს, ეს ნამდვილად არ არის. გარეხმები შემოდის საბურავების ხმაც, ასე თუ ისე კომფორტული მანქანა არის. რბილად დგას ძალიან საფარზე. შეიძლება ითქვას, რომ გარედან პატარა ავტომობილია, მაგრამ საკმაოდ კომპაქტურია და სივრცე კარგად არის ინტერიერში განაწილებული. მისი ოთხკუთხედი ფორმების გამო ფართი გვაქვს საკმარისი ინტერიერში. რაც შეეხება თვითონ ამ კონკრეტულ მოდელს, სავარძლების გათბობაც აქვს, მულტისაჭი ხვდება, ესეც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. აქ რა თქმა უნდა კრუიზ კონტროლიც. სიჩქარეს რაც შეეხება, ეს ავტომობილი ჩქარი ნამდვილად არ არის. 0-დან 100 კმ/სთ-მდე ან ვითარებს, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ საკმაოდ ნელია. მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ უგზოობაში მას რამე დაბრკოლება შეექმნას. თვითონ Jimny ავტოკულტურის ძალიან დიდ ნაწილს იკავებს, ესეც ამავე შეგვიძლია ვთქვათ. ვინც ალბათ ოფროუდზე სიარულს იწყებს, მისთვის ეს ავტომობილი, ან ამ ავტომობილის ყოლა, ვფიქრობ, რომ სავალდებულოა, რომ უფრო კარგად მიეჩვიოს უკვე შედარებით მძლავრ და მძიმე ოფროუდ ავტომობილებს. სამართავად ძალიან სახალისო სამართავია, სიჩქარე ძალიან იგრძნობა ამ ავტომობილში. მე რაც ძალიან მომწონს ამ ავტომობილის არის ის, რომ იყიდება ძალიან ბევრი ბოდიკიტი ამ მანქანის. შეგვიძლია ეს მანქანა გადავაქციოთ G-კლასად და არის მინიატურული G-კლასი. ასევე Land Rover Defender-ის ბოდიკიტებიც არის ძალიან ბევრი და ძალიან სახალისო ხდება ეს მანქანა, სადღაც არის შეკრებაზე ან ისეთ ადგილას რომ მიხვიდე, პატარა გელენდვაგენით რომ მიდიხარ, საყვარელი გელენდვაგენით და ახლობით მსგავსი ავტომობილი არის. თვითონ გამავლობას რაც შეეხება, ძალიან სერიოზული მანქანაა. საერთოდ არ შეიძლება ამ თემაზე იხუმრო, ვიზუალზე შეიძლება რაღაცა იხუმრო და ეს ბოდიკიტი დააყენო და რაღაცა, მაგრამ როცა უგზოობას ეხება საქმე, აქ ნამდვილად კარგად ჩანს უკვე მისი შესაძლებლობები თუ რა შეუძლია ამ პატარა ავტომობილს. მისი წონიდან გამომდინარე, ის არის დაახლოებით 1100 კილო და იმის შანსი რომ ამ ავტომობილით სადმე ჩარჩეთ ძალიან მცირეა. იმიტომ რომ ნაკლებად ესობა ტალახში ქვიან ან ქვიშიან ზედაპირზე. ძრავი აქვს ძალიან პრიმიტიული. თუ ჩავიხედებით კაპოტქვეშ, ყველაფერი ისე არის განლაგებული, რომ ძალიან მარტივია ყველაფერი. ან ყველა მხარეს მიუდგევით ძალიან მარტივად. და ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. მე დაახლოებით იგივე შეგრძნება დამრჩა, როცა ამ ავტომობილის ძრავში ჩავიხედე, IK9 Honda Civic-ები რო იყო 1.4-ები, 1.3-ები, ან მარტივად მისადგომი დიდი ადგილი ძრავში, ანუ ისეთ სიტუაცია დაახლოებით.
და ძალიან მაგარია. თვითონ ავტომობილს რაც შეეხება, ძალიან მაგარი პოტენციალი აქვს, რომ ძალიან მაგარი off-road მანქანა გახდეს. დაახლოებით $5,000 ფარგლებში, ალბათ ამ ავტომობილს off-road მონსტრად გადავაქცევთ. აღმართებზე და დატვირთვაზეც აქსელერაციის პედალი ძალიან გრძნობიარეა. ეხლა ჩვენ მივადექით ცოტა უსწორმასწორო ზედაპირს და ხიდი ჩავთოთ. ელშიც გადავიტანოთ და დავიძარით. ნახოთ პატარა ჯიმნი როგორ გაივლის ესეთ უსწორმასწორო ზედაპირებს. საკმაოდ კარგად უჭირავს თავი. დაუღნიშნო. შეიძლება ეს ბევრი მომზადებული მანქანისთვის ისეთი არაფერი არ იყოს, მაგრამ ქარხნული ავტომობილისთვის არ ვიცი, ბრავო. ჯიმნის. საოცარი ავტომობილია. ამით აი უბრალოდ რო გასართობად გახვიდეთ ხოლმე, შაბათ-კვირა, ესეთ ცუდ რელიებზე ძალიან ისიამოვნებთ. ან თუნდაც off-road შეკრებებზე, გასვლებზე წესით ძალიან გაერთობით, იმიტომ რომ ეხლა მე აი აქ რო დავდივარ, შეიძლება ძალიან რთული და ისეთი ზედაპირები არ არის, მაგრამ ძალიან გასართობი არის, მინდა ვთქვა. ცოტა რთული რელიეფია, მაგრამ შვენიურად უკლავდება ჩვენი პატარა Suzuki Jimny ამ ყველაფერს. ძალიან ვიწროა და სხვათა შორის ძალიან კარგად გადის ამ მონაკვეთებს მისი სივიწროვიდან გამომდინარე. ბრავო. არ ვიცი, იმენა სახეზე მეტყობა ალბათ ემოციები. ცოტა დავიძაბე მომენტებში, მაგრამ არ ვიცი, მაგარი მანქანაა. მოკლედ, შელი ამ ჩელენჯი ჩააგდო რა. ისეთი ავტომობილით მოვიდა, რომ რავი, ვერაფერი ვერ ვქენით რა, ვერ შევეჯიბრე ვერაფერში, ამიტომ რო არ დაგვეკარგა ეს შანსი, ასე ვთქვათ, წამოვედით ჭილის ტბისკენ. ეხლა შელი არის ქვემოთ, იქ რაღაც პატარ-პატარა რაღაცებს უმკლავდება. თუ დავარქმევთ საერთოდ მაგას off-road-ის გზას და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ეგ ყველაფერი off-road-თან. რავი, ძალიან ჩვეულებრივად როგორც მიყურებთ სუფთავარ, არაფერი არ გვიწვალია საერთოდ. ვერ გავჩერდით ვერსად ჯერჯერობით. ეხლა ვაგრძელებთ ჭილისკენ გზას და ნახოთ ჭილის ტბა როგორია ზამთარში და რავი, შელიას კიდე რავი იყოს იქ და რავი რაღაცები გააკეთოს რა, გაერთოს თავისთვის რა, პატარა მანქანით. ეხლა გვაქვს ძალიან საინტერესო მომენტი. წინ დიდი გუბე გვაქვს, ბევრი ტალახი და ვნახოთ თავის ვიწრო საბურავებზე ქარხნული ჯიმნი გაივლის თუ არა ამ ტალახში. Bye გვაცურებს. ოპა. შელია ისევ არ ჩანს. ეხა ამოვედი ჭილის გზაზე რომ მაგიდები არის, ალბათ ვინც დადიხართ აქეთკენ გეცოდინებათ სადაც არის. რა ვიცი, კიდევ არ ჩანს და ვერც ურეკავ, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონი აღარ იჭერს უკვე აქ რა. სად არის ნეტა რა შვება ან როგორ დადის იმ მანქანით, მაგარი საინტერესოა. რაც შეეხება ამ ავტომობილს სიტყვებით ვერ ავხწერ, იმდენად კარგად ვერთობი და იმდენად სასიამოვნო არის ეს ყველაფერი რა. ესე რომ რა ვიცი, off-road-ი საინტერესო ყოფილა რა. პირველი გამოცდილება არაა ჩემთვის, მაგრამ საინტერესო ყოფილა. კაი, გავაგრძელოთ ჩვენ გზა და რა, ის გაერთოს იქ რა. თავისი პატარა ავტომობილით. ისე ვარდისფერი რო იყოს ეგ ავტომობილი, მე მგონი უფრო ლამაზი იქნებოდა.
მოკლედ მეორეში გვაქვს ჩაგდებული და არაც დატკებული არის და აი ჩვეულებრივად დადის. ეხლა არ მაქვს მე ისეთი გამოცდილება ესეთ ავტომობილებთან, ოფროად ავტომობილებთან, უფრო რაღაც სპორტული ავტომობილები და მთელი ჩემი ცხოვრება რაღაც დაბალი და ისეთი სპორტული ავტომობილები მყავდა და აი პირდაპირ ვიძახი, რომ იმდენად სასიამოვნოა და იმდენად კარგი სამართავია, რომ აი არ ვიცი, ეხლა ნელ-ნელა მიჩვევის მომენტი მაქვს, მეც ვეჩვევი გაბარიტს, ვეჩვევი ქცევას ავტომობილის და აი არ ვიცი რა, მე არ ვიცი ეხლა შეიძლება იქ როგორ ერთობა იმ პატარა მანქანით, მაგრამ ჩემზე ის შემიძლია ვთქვა, რომ აი ხა მოდი მესამე მივცეთ. ჩემზე ის შემიძლია ვთქვა, რომ აი არ ვიცი რა, ეხა ეს ადგილი უკვე მოვიბეზრე და მინდა რომ რაღაც ცოტა ისეთ უფრო რთულ რაღაცაზე გადავიდე რა. ჭილამდე მოვედით და შეიძლება ისე არ ჩანს. მოკლედ, რა ვიცი, ჩემი აზრით ამ ავტომობილმა ჩააბარა ყველანაირი გამოცდა დღეს და ძალიან კარგი გასართობი არის. აი შეიძლება როგორ ერთობა არ ვიცი. ამიტომ აქედან მოვიკითხავ შელოს. შელო, იმედი მაქვს კარგად გაერთე შენც და რა მე ყველანაირი ემოციისგან დავიხარჯე და აწყეთ ესეთი მაგარი პროექტები და უბრალოდ ბედნიერები იყავით. შელია, აბა თუ მაგარი ხარ, აქ ამოდი. მოკლედ შელიას ვიწევ ჩელენჯში. აქ უნდა ამოვიდეს ნებისმიერი ცენტრის ავტომობილით. თუ მაგარი ხარ და თუ ქარხნული ავტომობილები ესეთი კარგები არიან, რა ვიცი, შელო ამოდი რა.